მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News, სოლიდარობა მზია მაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. რა პრობლემების მოგვარება სურთ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ნახოთ სიუჟეტი. სასაფლაომდე მისასვლელი და შიდა გზების, სასმელი და სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა. რა პრობლემების მოგვარება სურთ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბიუჯეტიდან მათთვის გამოყოფილი თანხით. ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. პრიორიტეტების დოკუმენტი შეიმუშავეს და საკრებულოს დეპუტატებმა კითხვებისა და მოსაზრებების გამოთქმის გარეშე ერთპიროვნულად მხარი დაუჭირეს. ახალციხის მერის მოადგილის ილია ზარდიაშვილის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ 612,000 ლარს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 918,000 ლარი დაემატა და სოფლებზე განსახორციელებელი სამუშაოების შესაბამისად გადანაწილდა. პრიორიტეტების დოკუმენტის მიხედვით მუნიციპალიტეტის სოფლების თითქმის ნახევარში შიდა გზების მოწესრიგებას დაუჭირეს მხარი. 7 სოფელში სასმელი და სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია ისურვეს, 6 სოფელში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია სურთ, 3 სოფელში სანიაღვრე არხების მოწყობა, 1 სოფელში საბავშვო ატრაქციონების, 3 სოფელში გარე განათების, 3 სოფელში სპორტული ტრენაჟორების მოწყობა და 1 სოფელში სასაფლაოს შემოღობა. ახალციხის მერიამ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 6-24 თებერვალს აწარმოა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით ბიუჯეტიდან ჯამში 1,530,000 ლარის გამოყოფა იგეგმება. ვარდები, მიხაკები, ყვავილების გვირგვინები 8 მარტისთვის, 9 აპრილისთვის და ჯივანობისთვის. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია სხვადასხვა სახის ყვავილებს, თაიგულებს და გვირგვინებს 6,000 ლარად ყიდულობს. გამარტივებული ხელშეკრულება ახალქალაქის მერიამ ინდმეწარმე იანა სრმიკიანთან 25 თებერვალს გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით მუნიციპალური ორგანო 8 მარტისთვის 95 წალ შერეული ყვავილების კალათას ყიდულობს. ჯამში თითქმის 3,000 ლარის ღირებულების, ხოლო წლის განმავლობაში სხვადასხვა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თითქმის 1000 ლარად 253 ცალი ვარდის ყიდვას აპირებს. ამავე დოკუმენტის მიხედვით 9 და 24 აპრილს ჯივანობის, 9 მარტის, 9 მაისის, 8 აგვისტოს და 7 დეკემბრის ღონისძიებებისთვის იგეგმება 1045 ცალი მიხაკის ყიდვა. ჯამში 1100 ლარის ღირებულების. მუნიციპალიტეტის მერია ინდმეწარმისგან 7 ცალი გვირგვინის ყიდვასაც აპირებს, რომლისთვისაც 1125 ლარია გათვალისწინებული. ეხლა კი ტრადიციულად გიტოვებთ ამბებს ოკეანის მიღმა. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის აწვევთ ჩვენს ვებგვერდს TalkTV და Facebook გვერდს TalkTV. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე. Denis, thank you so much for your time. Georgian government has adopted. Denis, მადლობა დროის დათმობისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო თვეების და კვირების განმავლობაში არაერთი ახალი კანონი აამოქმედა. ბევრში კი ცვლილება შეიტანა და ბევრის შეცვლას სამომავლოდ გეგმავს. ზოგიერთ განცხადებაში თქვენ ამ ცვლილებებს დრაკონულ შეზღუდვებად აფასებდით. გვითხარით, რატომ მიიჩნევთ ასე და რა არის ამ კანონების მიზანი? მადლობა მოწვევისთვის. იმის შერშევაც კი რთულია საიდან დავიწყოთ. ჩვენ ამ რეგიონის შესახებ მუშაობთ და ბევრი პარლამენტი გვინახავს, რომელიც დრაკონულ კანონებს იღებს. მაგრამ არ მგონია მენახოს, არ მახსოვს მენახოს პარლამენტი, რომელიც ამას ამ მასშტაბით და ასე სწრაფად, ასე მოკლე დროში აკეთებს.
საქართველოს ხელისუფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ისე უდგება, როგორც რაღაცას, რაც მას შეუძლია გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ხალხს მისი გამოყენება და როდის არა. ეს ახალი კანონმდებლობაც მსგავსია. ამის შესაბამისია. ისინი ზღუდავენ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, გამოხატვის უფლებას. ჩვენ ვიხილეთ თავდასხმები მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე და ყველაფერი, რაც მათ სურვილს ეწინააღმდეგება, რომ საჯარო სივრცის გაკონტროლება შეძლონ, როგორც ჩანს თავდასხმის სამიზნე ხდება. ჩვენ გვაშფოთებს იმის ნახვა თუ როგორ ამკაცრებენ ისინი წესებს, რომლებიც ისეთ რაღაცეებს არეგულირებს, როგორც საჯარო სივრცეა და ხალხის უფლება და შესაძლებლობა პროტესტისა და სიტყვის თავისუფლებით ისარგებლოს. ახლა კი ვხედავთ გაზრდილ ჯარიმებს, რომლებიც აკრძალვებს უკავშირდება, რომლებიც თავადაა შერჩევითი და ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს. ვხედავთ, როგორ ზრდიან და აფართოებენ ამ დრაკონული წესების მასშტაბს და მათ გამოყენებას. ასობით დაკავებულ მოქალაქეთაგან ბევრი ამბობს, რომ ისინი უბრალოდ პროტესტში მონაწილეობისთვის დააკავეს და არა კანონდარღვევისთვის, რომ მათ დაკავებისას ან მის შემდეგ ცუდად მოეპყრნენ, სცემეს, ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. საერთაშორისო ამნისტია ამბობს, რომ ეს უკვე ტენდენციაა. რა მიუთითებს თქვენთვის იმაზე, რომ ეს ერთი საერთო სურათის ნაწილია და დაკავებებს და დაკავებულებთან მოპყრობას საერთო მახასიათებლები აქვს. როდესაც ადამიანები ქუჩაში გადიან, მათ აქვთ უფლება იქ იყვნენ, ისაუბრონ. პოლიცია და ხელისუფლება ამას განსხვავებულად უდგება. ისინი თავისი შეხედულებით ასხვევებენ ავტორიზებულ და არაავტორიზებულ პროტესტს და როცა გადაწყვეტენ, რომ ადამიანები იქ არ უნდა იყვნენ, ამას ისე უდგებიან, როგორც უკანონო შეკრებას. ადამიანების დაკავება ასეთ გარემოებებში შერჩევითია. ეს კანონის და ადამიანის უფლებების არსის საწინააღმდეგოა. მაგრამ პოლიცია ამას მაინც აკეთებს და აკეთებს სისასტიკით. ამას აკეთებენ იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოაგროვონ ქუჩებიდან და მათ უხეშად ექცევიან. მათ, ვინც ამას აკეთებს და მათ, ვინც ამის ბრძანებებს გასცემს, პასუხი უნდა აგონ. ახლა ეს არ ხდება, ამას ვერ ვხედავთ. ამგვარად ამ ძალადობის მასშტაბი და სიმძიმე საკმაოდ შემაშფოთებელია. ჩვენ ნამდვილად ვხედავთ ტენდენციას. უპირველესად, ეს დაპატიმრებული ხალხი დემონსტრანტებს შორის შერჩევითადაა დაკავებული. არ არსებობს განსხვავება იმ ხალხს შორის, ვინც თუნდაც ძალადობდა, ან კანონს გადააბიჯა რამენაირად და ვინც იქ უბრალოდ ადგილზე იყო. მას შემდეგ, რაც პოლიცია აკავებს, მათ უხეშად ექცევიან. აპატიმრებენ მიხელთ პოლიციის განყოფილებებში და შემდეგ უარს ეუბნებიან ადვოკატებთან კონტაქტზე. შემდეგი პროცედურების, ძალიან ხშირად, სასამართლო პროცესები ძალიან სწრაფად ტარდება. როცა მოსამართლეები ისმენენ პოლიციელთა ჩვენებებს დაკავებულთა მხრიდან შესაძლო დანაშაულების შესახებ და იღებენ ამას როგორც დადასტურებულ ფაქტს. პარალელურად ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ მტკიცებულებას, დოკუმენტს იმისა, რომ პოლიცია დემონსტრანტებს სცემს, მათ უხეშად ექცევა, მათ ცხოვრებას ურთულებს ბევრი სხვადასხვა გზით. იქნება ეს მათი დაკავება, საკვებზე უარის თქმა, აყვანის ადგილიდან შორს გათავისუფლება. ბევრი კი, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, საერთოდაც საავადმყოფოში აღმოჩნდა და ეს ერთი შემთხვევა არაა. ათეულობით შემთხვევაც არაა. ძალიან საგულისხმო რიცხვებზეა საუბარი, რაც აჩვენებს, რომ ასე ექცევა პოლიცია დემონსტრანტებს. ბევრ ადამიანს აპატიმრებენ მხოლოდ იმის გამო, რომ მათ განსხვავებული ხმა აქვთ. ამის გამო ეპყრობიან მათ ასე. ეს კი მიუთითებს, რომ ესაა წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკა იმისა, რომ დემონსტრანტებს, პროტესტის მონაწილეებს ასე გამორჩეულად უხეშად ძალადობრივად მოექცნენ. მათ კი, ვინც ამას აკეთებს, იციან, რომ თავისი ქმედებებისთვის არ დაიჯებიან. პასუხისმგებლობის და დაუსჯელობის საკითხს ახსენებთ. ჩვენ მოვისმინეთ, რომ შესაძლო გადაცდომების თაობაზე ხელისუფლება გამოძიების ჩატარების პირობას დებდა, თუმცა არაფერი გვსმენია იმის შესახებ, რომ სამართალდამცავი თუ სპეციალური სამსახურების წარმომადგენელთაგან ვინმეს პასუხისმგებლობა დამდგარიყოს, თუნდაც ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც კადრებზე აღიბეჭდა და რომლებშიც აშკარა ფიზიკური ძალადობა ჩანდა. დემონსტრანტების წინააღმდეგ იქნებოდა ეს თუ ჟურნალისტების. რას ნიშნავს ეს სამომავლოდ მშვიდობიანი პროტესტის პერსპექტივისთვის? თუ ეს ერთი სიტყვით უნდა შემეფასებინა, ეს სიტყვა უკანონობა იქნებოდა. ეს გამოხატავს იმას, როგორ უდგება პოლიცია სიტუაციას. ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ ხელისუფლება ახალისებს პოლიციას, რომ ასე მოიქცეს. მათ, ვინც ქუჩებში ძალადობას ჩადიან, ფორმიანები იქნებიან ეს თუ როგორც უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ უფორმა მამაკაცები, რომლებიც მშვიდობიან თავყრილობებს ესხმიან თავს. იციან, რომ მათ ამის გაკეთება სრული დაუსჯელობით შეუძლიათ. ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობენ, რომ სამართალი არასდროს აღსრულდება მათთვის, რომ ისინი არ აგებენ პასუხს იმაზე, რაც გააკეთეს. ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ ეს დანაშაულები არ მიეცეს დავიწყებას და ადამიანებმა, რომლებიც ამ დანაშაულებს ჩადიან, მათზე პასუხი აგონ. მაგრამ ახლა სამწუხაროდ ეს მართალია, ამ ძალადობის გამოძიება ხელისუფლებას აკისრია. ისინი თავად ჩადიან ამ დანაშაულს, ასე რომ ახლა სამართლიანობის იმედი მცირეა. მაგრამ ისტორია აქ არ მთავრდება. ჩვენ ვხედავთ მათ, ვინც მშვიდობიან დემონსტრანტებს უპირისპირდება და ერთ დღესაც მათ მოუწევთ იმაზე პასუხისმგება, რასაც აკეთებენ.
mallarının istehsalını və xidmətlərini əhatə edir. Rustavi şəhərində Inventin yeni filialında sizə aşağıdakı məhsullar təqdim olunur. Baytarlıq preparatları və biopreparatlar, heyvanlar və quşlar üçün kombinə edilmiş yemlər və konsentratlar, itlər və pişiklər üçün yüksək keyfiyyətli qida məhsulları, zooloji aksesuarlar, heyvanlara qulluq vasitələri. Invent baytarlıq sahəsində aparıcı şirkətdir. Rustavi filialına gələn müştərilərin heyvanlar üçün ən keyfiyyətli qida məhsulları, konsentratlar, preparatlar və aksesuarlar ala bilərlər. Rustavi filialı İstanbul bazarı ərazisində yerləşir.